ჩვენ და გავაგრძელოთ ერთი არაჩვეულებრივი გოგონა უნდა გავაცნოთ ჩვენს ტელემაყურებელს, მით უმეტეს სოციალური ქსელი ნიჭიერი და არტისტული პატარა მოცეკვავის შესრულების მანერამ შეიძლება თამამად ითქვას, რომ დაიპყრო და ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ის იპოვა და აღმოჩნდა 5 წლის ნიცა გაგუა, რომელიც ყალტუბოს ანსამბლ ქორეოგენში ცეკვავს და დღეს სალმა კახეთელიძე ისტუმრა იმერეთს და სწორედ ახლა ამ ანსამბლს აუცილებლად ჩვენს უფრო ახლოს გავიცნობთ. აბა დილა მშვიდობისა. სალომეს და ანსამბლს. დღევანდელი ჩვენი დილა იწყება წყალტუბოდან ანსამბლ ქორეოგენთან ერთად. ეს არაჩვეულებრივი გოგონები ემსახურებიან იმ საქმეს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი კულტურისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ქართული ცეკვა ეს არის ჩვენი ტრადიციების გაგრძელება, რომელშიც ნათლად იკითხება ჩვენი ქვეყნის ბუნება, ხასიათი და მოკლედ ის ყველაფერი, რაც ჩვენთვის ასე ძალიან არის ძვირფასი. ბუბუკა დგებუაძე შემომიერთდა ახლა დილიდან, რომელიც გახლავთ ქორეოგენის ხელმძღვანელი. ბუბუკა, დილა მშვიდობისა, შენ უკვე 2 წელია ამ საქმეს ემსახურები და მომავალ თაობას უზიარებ ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებულ მნიშვნელოვან კულტურას, ღირებულებებს. მოგუყევით მეტი თქვენს ანსამბლზე, რომ გაგვაცნოთ ქორეოგენი. ანსამბლი მივესალმებით თქვენ მაყურებელს დილა მშვიდობისა საქართველო. ანსამბლი ქორეოგენი დავაარსე 2022 წელს. უკვე მესამე წელი დაიწყო, რაც ფუნქციონირებს. ანსამბლს დავარქვი ქორეოგენი, იმიტომ რომ ჩემი მთელი ოჯახი ამ პროფესიაში ვარ ჩართული ქართული ცეკვის ხელოვნებაში. დიდი ბაბუიდან მოყოლებული. სტუდიას ჰქვია რომან დგებუაძის სახელობის, ანუ ბაბუაჩემის სახელობის ანსამბლი, ესე მივანიჭეთ. იმიტომ რომ ბაბუაჩემი ამ ქალაქში იყო ხელოვანი ადამიანი, მსახიობი, მოცეკვავე, მომღერალი და ვაარსებებ მისი სახელით, ესე რომ ვთქვათ და 2 წელია უკვე ესე მოვდივართ. რაც შეეხება სახელს ქორეოგენი, იმიტომ დავარქვი, რომ ცეკვის გენს ნიშნავს რა და ცეკვის გენი ჩემი ოჯახიდან გამომდინარე. გენეტიკურია ეს ყველაფერი. ბაბუის, მამისა და უკვე მერე შენიდან აღსანიშნავია ის, რომ თბილისში ცხოვრობდი, თბილისში მოღვაწეობდი, თუმცა 2 წელია რაც მშობლიურ კუთხეში დაბრუნდი და წყალტუბოში აგრძელებ ამ საქმიანობას. ჩემ ქალაქს მთელი დიდი შემართებით, დიდი სიყვარული, დიდი ბედნიერებით. აქედან წასვლას აღარ ვაპირებ, იმდენად მიყვარს, იმდენად შემაყვარა აი ამ ბავშვებმა, ჩემი კუთხე, ეს ბავშვები რო არა, მე აქ არ ვიქნებოდი, ესე რომ ვთქვათ. 3 მოსწავლით დავიწყე, უპირველად ვცადე ესე, მეთქი მოდი ბაბუას სახელობის ანსამბლს გავაკეთებ წყალტუბოში თქო და 3 ბავშვით რო დავიწყე, მივედი იქამდე რომ აი გავიზარდეთ, გავაკეთეთ ყველაფერი და 1 წელში უკვე საკონცერტო ანსამბლი შევქმენი და 8 კონცერტი ჩავატარეთ უკვე ამ 1 წლის განმავლობაში. ძალიან წარმატებით. ეხაც მიწვევები გვაქვს, სხვადასხვა ჯილდოები აქვს ანსამბლს და ძალიან ვამაყობ და ალბათ ბაბუაჩემი ფარველობს ხანდახან ვამბობ იქედან რომ ესე მივაღწიეთ ამ ხელა წარმატებას. აი 3 ბავშვიდან უკვე რამდენ ბავშვამდე მოვედით? ახლა როგორია? 120 მოსწავლე მყავს უკვე. 120 მოსწავლე, არაერთი ტიტული, ჯილდო, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ღირსეულად აგრძელებთ თქვენი წინაპრების დატოვებულ საქმეს დაგემშვიდობებით და ახლა მე უნდა გადავინაცვლო გოგოებთან, მოცეკვავებთან, რომლებიც ამ ანსამბლის დაარსების დღიდან იმყოფებიან აქვს. ჩემთან ერთად იმყოფება მარიამ გურეშიძე და ანასტასია კურტანიძე. დილა მშვიდობისა გოგოებო. მოგესალმებით. თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს ცეკვას და რამდენი დიდი როლი უჭირავს თვითონ ანსამბლ ქორეოგენს? ჩემთვის ცეკვა არის მთელი ცხოვრება, რასაც სიტყვებით ვერ განმოვცემ და ილეთებით შემიძლია რომ განმოვცე. ცეკვა ზოგადად ისეთი რამ არის, რასაც ყველა ქართველი ფლობს და მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ რომ ამ ინტერვიუში მომახვედრეთ. გამარჯობათ, მეც ასევე მინდა რომ თქვა, რომ ქართველთვის ძალიან დიდ როლს ასრულებს ქართული ცეკვა. ჩვენ ორივე ვართ 11 წლისები, დავდივართ უკვე წელიწადნახევარია ცეკვაზე და ცეკვაზე სულ ვართ კვირაში 4-ჯერ, 3-ჯერ და სულ ძალიან ვიხარჯებით და ძალიან მოგწონს ჩვენ ცეკვა. ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ გოგოებო და გისურვოთ წარმატებები, დროებით აგამშვიდობებით, დროებით აბამშვიდობები ასევე ჩვენს მაყურებელს, რადგან მომდევნო საათში გაგაცნობთ კიდევ უფრო მეტ მოცეკვავეს, ჩემთან ერთად აი ახლა იმყოფებიან პატარა მოცეკვავების და სწორედ აი ამ პატარა მოცეკვავებთან ერთად, რომელიც ხალხს ძალიან უყვარს, იმიტომ რომ მათი ვიდეოები სოციალურ ქსელში გავრცელდა და უკვე მე მგონი ყველა იცნობს ამ პატარა გოგონებს, უფრო ახლოს გაგაცნობთ, მანამდე კი დაგიტოვებთ ანსამბლ ქორეოგენის მიერ შესრულებულ ცეკვა ლეკურს. დროებით.
საყვარლები არიან. აი ესე დილიდან ქართული ტრადიციული ნოტები, მოძრაობები